სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენს დღევანდელ საუბარს შეიძლება პირობითად უწოდოთ სახელდება ასეთი ეკლესია და თანამედროვეობა. იმ რთულ ვითარებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში არის შექმნილი, სულიერი თუ მატერიალური თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია, მისი შთამაგონებელი ხმა და თანადგომა საკუთარი ხალხის მიმართ. თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა სასულიერო პირმა კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით უნდა აღვასრულოთ ჩვენი სულიერი მისია, ჩვენი სასულიერო აღქმა, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე კრონშტადტელი, რადგან ხარ მღვდელი, ესე იგი შენ თავს აღარ ეკუთვნი. ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი თავის სულიერ შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთის სასულიერო სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლობდნენ, ასე მოძღვრავდა: თუ რაიმე ისეთი გასწავლოთ, რაც ეკლესიის სწავლებასთან თანხმობაში არ იქნება, ნუ შეიწყნარეთ. უნდა გვახსოვდეს სახარებისეული შეგონება. ოდეს მარილი განქარდეს, ქვეყანა რითიღა დაიმარილოს. ანუ თუ ღმრთის სიტყვა ხმამაღლა არ იქადაგება ერში, მაშინ ერი როგორღა დაიმეწურება. სულ ცოტა ხნის წინ ელადის, ანუ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გაავრცელა მიმართვა საკუთარი ხალხის მიმართ, ქვეყანაში არსებულ ვითარებათა გამო. შინაარსი ამ წერილისა მეტად საყურადღებოა ჩვენთვისაც, ქართველი ხალხისთვისაც. მე მინდა რამოდენიმე ამონარიდი წაგიკითხოთ ამ მიმართვიდან. ჩვენ თქვენთან ერთად მძიმე და დრამატული დროს გვიწევს ცხოვრება. როგორც ქვეყანა, ჩვენ ვიმყოფებით უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, რომელსაც უამრავი ადამიანი მიჰყავს შიშისა და დაბრკოლების გრძნობამდე. ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. უკვე ცხადი ხდება, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი აღარ არის და ფაქტიურად იგი იმართება კრედიტორების მიერ. როგორც ცნობილია, ეს კრედიტორები არიან ევროკავშირი და მსოფლიო სავალუტო ფონდი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი თქვენთაგანი ელოდება, რომ ეკლესია იტყვის თავის სარკმელს და დაიკავებს პოზიციას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ყოველნი თქვენთან ერთად თვალს ვადევნებთ. ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, უპრეცედენტო მოვლენაა და არყევს წარმოდგენებს. სულიერი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გვერდზე ხდება ყველა ჩვენი ძირეული საფუძვლების დამხობა. საუბარი ეხება მცდელობას ჩვენი ტრადიციების აღმოფხვისა და განადგურებისა, რომელიც ითვლება ფუნდამენტად ჩვენი ქვეყნის არსებობისა. სოციალურ სფეროში განვითარებულ უმძიმეს მოვლენებთან დაკავშირებით კეთდება ასეთი კომენტარები. ასეთი ზომების მიღებას გვაიძულებენ ჩვენი უცხოელი კრედიტორები. გამოდის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვართ ოკუპირებული და ვასრულებთ ახალი უცხოელი მმართველების ნებასულს. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა: მათი მისწრაფებანი ეხება მხოლოდ ფინანსურ და სოციალურ სფეროს, თუ ვრცელდება სულიერ და კულტურულ დამოუკიდებლობაზე ჩვენი ქვეყნის. ეკლესია ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია დადგეს ადამიანის გვერდით და დაეხმაროს მას. მაგრამ ეკლესია ესაა ყოველი ჩვენთაგანი. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი და ჩვენი ძალა. მწყემსებისა და სამწოს შორის ურთიერთობის გაწყვეტას უპირველეს ყოვლისა მსოფლიო მბრძანებლები ცდილობენ. ეკლესია გამოდის არა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ მის უკან მდგომთა წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ წაგართვან თქვენ იდეალები და იმედი. გახსოვდეთ,
რომ არაერთი ცნობილი ეკონომისტის შეფასებათა თანახმად ეს კრიზისი შექმნილია ხელოვნურად, რათა მოხდეს ხელშეწყობა იმ ძალებისა, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ცდილობს და რომელთაც არანაირი სიყვარული ადამიანის მიმართ არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ითხოვთ ჩვენგან, თქვენი მოძღვრებისაგან გმირულ, სიცოცხლით აღსავსე ეკლესიას, წინასწარმეტყველური სიტყვით, აქტუალური ქადაგებებით, უკომპრომისო, თავისუფალ და ძლიერ ეკლესიას, რომელსაც არ ეშინია წინააღუდგეს ამა ქვეყნის მზაბრულ სისტემას. თუნდაც ამას მოხვეს დევნა და მოწამეობა. წმინდა სინოდის სხდომაზე ჩვენმა სულიერმა მოძღვრებმა კრიტიკულად შევაფასეთ ჩვენი ქმედებანი და ავიღეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისთან დაკავშირებით. ასეთია რამოდენიმე ამონარიდი ელადის ეკლესიის სინოდის მიმართვიდან. ამასთან ერთად არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ანალოგიური უმძიმესი მდგომარეობა სუფევს სხვა მართლმადიდებულ ქვეყნებშიც. მაგალითისათვის ავიღოთ სერბეთი. თქვენ იცით იმის შესახებ, რომ ამას წინათ სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ არტემის დარჩასთან დაკავშირებით. აი ამ ფაქტს ეხმიანება ელადის ეკლესიის, კერძოდ კი პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც წერილით მიმართავს სერბეთის რაშკას პრიზრენისა და კოსოვოსა და მეტოხიის ეპისკოპოს არტემს. აი სწორედ ასე იხსენიებს იგი მეუფე სერაფიმე, მეუფე არტემს. ანუ იხსენიებს მას როგორც მღვდელმთავარს. მტკიცედ მწამს და საჯაროდ თავდაბლობით ვაცხადებ, როგორც საეკლესიო სამართლის მცოდნე და მკვლევარი და საბერძნეთის ეკლესიის სინოდის სასამართლოს მდივანი, რომ თქვენი უწმინდესობა ღმრთისა და შვიდი მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონების თანახმად ბრძანდება რაშკას, პრიზრენის, კოსოვოსა და მეტოხიის ეპისკოპოსს. სერბეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ აქ იგულისხმება ის დიდი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა გმირ სერბ ხალხს, როდესაც მათ დაკარგეს თავიანთი ერთ-ერთი ძირძველი და წმინდა კუთხე კოსოვო. როგორც ჩვენ დავკარგეთ რუსი ოკუპანტების ძალისხმევის შედეგად აფხაზეთი და სამაჩაბლო, ასევე ამერიკელი და ევროპელი ოკუპანტების მიერ იქნა სერბეთს მოცილებული სერბებისათვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი კოსოვო. და ისე როგორც დღეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე კოსოვოს მართავს მარიონეტული რეჟიმები. როდესაც ჩვენ საუბრობთ ან რუსეთზე, ან ამერიკაზე, ან ევროპაზე, ყოველთვის მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ გულისხმობთ უბრალო ხალხს. ჩვენ გულისხმობთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა უშუალო ბრძანებებით და განკარგულებებით ხდება სულიერი თუ ფიზიკური ოკუპაცია ამა თუ იმ ერის თუ ამა თუ იმ პიროვნების. სერბეთის წმინდა ეკლესია ბრძანებს მეუფე სერაფიმე. მოთმინებით იტანდა ამერიკულ სიონისტურ პირებსა და მოვლენებს, რომლებიც სერბეთში ხელყოფდნენ სერბი ერის სარწმუნოებრივ ორთოდოქსულ აგვანს, ანუ წარსულს, რის უკანაც იდგა ევროპაში ისლამის წინ წამოწევის საკითხი ქრისტიანების შემცირების, დაკნინების ხარჯზე. მიზნის მისაღწევად ისინი იყენებდნენ კოსოვოს მუსულმან მოსახლეობას, რომელთა რიცხვიც ევროპაში 21 საუკუნეში იზრდება. ჩვენთვის ძალზედ ნაცნობია და შეიძლება გავუვლოთ პარალელი მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება დღეს საქართველოში, როდესაც ამდენი მეჩეთი შენდება და როდესაც უკვე სულ უფრო და უფრო მაღალი ტრიბუნებიდან თიც გვიქნევენ და გვეუბნებიან, რატომ ეწინააღმდეგებით საქართველოში მეჩეთების მშენებლობას. ამდენი მეჩეთი შენდება, რათა დაკნინდეს და დაიმცროს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი და ჩვენი სარწმუნოება. ანუ ის რაც ხდება სერბეთში, ხდება ჩვენთან საქართველოში.
საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან, რომლებიც არის არაობიექტური, არამედ მართვადი ისმის მუქარა, რომლებმაც შეთხზეს სისაძაღლეები თქვენ შესახებ. ეს სიტყვები უშუალოდ მეუფე არტემს ეხება და დაგადანაშაულეს ქონების ბოროტად გამოყენებასა და სხვისი ქონების მითვისებაში და გარკვეული თანხის გაფლანვაში. ანუ მიზეზები, საბაბი იმისა, რომ ადამიანი დაისაჯოს, უამრავი შეიძლება შეთხზან და მოიგონონ ძლიერთა ამა ქვეყნისა. როგორც ეს იყო თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეუფე არტემთან დაკავშირებით. და კვლავ მეუფე სერაფიმე ბრძანებს. ჩვენ როგორც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს გვაქვს დიდი განსასწრელი და გასაჭირი. ხედავთ რა, ყოველდღიურად საიდკენ მიექანება სერბეთის ეპრესია. გვახსოვს წარსულის რთული დღეები, როდესაც სარწმუნოება იყო ჩამდგარი. ჩვენი ეკლესიის თავმა იესო ქრისტემ გამოგზავნა ანგელოზი, დამრიგებელი და გზის მაჩვენებელი, თეოლოგიის ღრმა მცოდნე და ჭეშმარიტი გმირი, მსოფლიო მნათობი და ღვთისმოსავი იუსტინე ჩელიელი, ანუ იუსტინე პოპოვიჩი. მისი ნაწერები პირდაპირ სასიკვდილო დარტყმას აყენებდა ეკუმენისტებს, პაპისტებს და ანტიქრისტიანულად მოაზროვნე განმანათლებლებს. ძალიან რთულად გასაგები და აღსაქმელია, რომ ჩვენი სულიერი მამის, წმინდა იუსტინე შთაომავლობა და თქვენ მისი სულიერი ძმები სჩადიოდეთ ასეთ უკანონობას, რაც გამოიხატება ახლო ურთიერთობასა და თანალოცვაში იმ ხალხთან, ვინც სინანულში არ ცხოვრობს, ანუ ერეტიკოს პაპისტებთან, რომლებმაც ფაშისტური ოკუპაციის დროს სასტიკად დახოცეს 800,000 სერბი ახალმოწამე და არც თუ დიდი ხნის წინათ ზაგრების რომის კათოლიკური ეკლესიის ბრჭყალებში არქიეპისკოპოსი სტეპანაცი, ის ვინც იყო წამქეძებელი ამ გენოციდისა, წმინდანად შერაცხეს. ეს ის სტეპანაცია, რომელსაც სერბი ტყვეები სიკვდილის ანგელოს უწოდებდნენ და თვით გერმანელი გესტაპოელი ჯარისკაცები გაოცებულები უყურებდნენ, თუ რა სისასტიკით აწამებდა ეს სასულიერო პირი ბრჭყალებში სერბ ტყვეებს. აი ასეთი პიროვნება, ჯალათი ბარბაროსი, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად. ხოლო თავიანთი წინაპრების ასე საზარლად ამსჯელი პიროვნების წმინდანად შემრაცველებთან დღეს ლოცულობს სერბი ეპისკოპოსების ერთი ნაწილი. აი სადამდე მიდის ღალატის ფესვები. არა მარტო რწმენასთან, არამედ საკუთარ ისტორიასთან, საკუთარ ხალხთან წყდება კონტაქტი. უწმინდესი პატრიარქის პავლეს შემდეგ გამოჩნდნენ ცნობილი სასულიერო პირები, რომლებიც ჩართულნი არიან სრულ და ფსევდოლიტურგიაში ზაგრების ერეტიკოს პაპისტებთან ერთად. სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ 27 იანვარს ასეთ ლოცვას, რომელიც ჩატარდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის თეოლოგიური სასწავლებლის ინიციატივით, დაესწრნენ უნეტარესი პატრიარქი ირინეოსი, ანუ მართლმადიდებელი პატრიარქი სერბეთის, ბელგრადის რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი სტანისლავ კოჩევარი და პაპის ნუნცი ორლანდო ანტონინი. ეს მოვლენა ადასტურებს და ამყარებს მოსაზრებას თქვენი დევნისა და დასჯის შესახებ, რამე თუ ბრძანდებით წმინდა იუსტინეს ნამდვილი მოსწავლე და საქმის გაგრძელებელი. ხოლო გამოთქმა urbi et orbi ყველაფერი ქალაქს ანუ რომს და მთელს ქვეყანას ისევ აქტუალურია. თქვენი ერთგული და თქვენთვის მლოცველი ქრისტეს მიერი ძმა პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმე. როგორც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ასეთივე უმძიმესი სულიერი და სოციალური ვითარება სუფევს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. რისი დასტურიც არის თუნდაც ის, რომ ჩვენ გვყავს უკვე არაერთი რწმენისთვის პატიმარი. საქართველოში კვლავ და კვლავ ხორციელდება თავისუფლების ინსტიტუტის ნეობოლშევიკური კრიმინალური დიქტატურა. მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ და ასევე უთხრამათ, რომ როდესაც ადამიანი უპირისპირდება ღმერთს, მისი დეგრადაცია საბოლოო ჯამში დავა პირუტყვის დონემდე. ხოლო დევნილისა
და დამთმენისა სარწმუნოებისათვის, ეროვნულობისათვის პირიქით ამაღლდება ღმერთამდე. ღმერთმა იმებოს უძღები შვილივით არაერთი დღეს ასეთ დიქტატორულ რეჟიმებს ნებსი თუ უნებლიეთ შეფარებული ჩვენი თანამემამულე დაბრუნებოდეს დედა ეკლესიას. ჩვენი ფიქრი და ჩვენი სურვილი ასეთია და არა დევნა, როგორც ამას ისინი ახორციელებენ დედა ეკლესიის და საკუთარი ხალხის მიმართ. ერთმა დაგულოცოთ და ერთმა დაგულოცოთ.